ნიკა მიქელაძე გამოვა რინგზე. ყველა მისი მეტოქე იქნება რინგის წითელ კუთხეში მამუკა მთიულიშვილი, ქარელელი მოკრივე, რომელსაც აქვს რამოდენიმე ბრძოლა გამართული, ვერ ვიტყვით რომ ძალიან გამოცდილია, თუმცა ძალიან საინტერესო მოკრივეა, ძალიან კარგი პიროვნებაა, კარგი სპორტსმენია და ვნახოთ რა შემოგთავაზებს ის. რაც შეეხება ნიკა მიქელაძეს, მიქელაძე წარმოადგენს გორს, როგორც უკვე აღნიშნე, მისი მწვრთნელი ვლადიმერ ჯანაზაშვილი გახლავთ. დებიუტანტი მოკრევია მიქელაძე, პირადად მე მისი ორთაბრძოლები არ მინახავს და არ შემიძლია წინასწარ რაიმე პროგნოზი გავაკეთო მის ბრძოლასთან დაკავშირებით, თუმცა ვნახოთ რა სიურპრიზს შესთავაზებს თავის კომაგებს დებიუტანტი გორელი მოკრევია. შემთხვევაში მე მგონი კუთხე შეეშალა მიქელაძეს, თუმცა ეს არ არის პრობლემა, ნამდვილად ლურჯ კუთხეშია ის და მთიულიშვილი იქნება წითელ კუთხეში. უნდა აღვნიშნო აი ეს ფაქტორიც, როგორც იცით, სამოყვარულო კრივში პირიქით არის, პირველი ცხადდება წითელი კუთხე, შემდეგ ლურჯი კუთხე, რაც შეეხება პროფესიონალურ კრივში, ორენაირად შეიძლება, თუმცა მიღებულია უფრო მეტად რომ ჯერ ცხადდება ლურჯი კუთხე და შემდეგ უკვე წითელი. სწორედ აი ეს ვიხილეთ და ხედავთ კიდეც აი ამ შოუს. ქარელელი მოკრივე და მისი სამწვრთნელო შტაბი რინგის წითელ კუთხეში. ნახოთ რა შემოგთავაზებენ მებრძოლები 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში. დავით ნაზარაშვილი ამოწმებს მოკრივეებს, დამცავები, ხელთათმანები თუ აფორმაში, კბილების დამცავი, ბოლო გასაუბრება და ბრძოლაც დაიწყება. როგორც უკვე გითხარით, მიქელაძე დებიუტანტი მოკრევია, არასოდეს არ არის მარტივი სადებიუტო ბრძოლის გამართვა. ნახოთ როგორ გადალახავს სადებიუტო მღელვარებას. ზოგ შემთხვევაში პირიქით დებიუტანტი მოკრევები სხვანაირი ჟინით ადიან რინგზე, ზოგ შემთხვევაში უჭირთ თავის გამოვლენა პირველ ბრძოლაში. ნახოთ რა იქნება მიქელაძის შემთხვევაში. როგორც ხედავთ, რინგის ცენტრი დაჭერილი აქვს მთიულიშვილს. მიქელაძე ცდილობს იმოძრაოს და გაფრთხილება რეფერისგან, რომ მეტად ინტენსიურად დაიწყონ ბრძოლა, იმიტომ რომ აი და დაიწყო კიდეც მე მგონი მთიულიშვილმა. მარტო სიარული არ არის კრივი, უნდა ინტენსიურ ბრძოლაში შევიდნენ მოკრივეები ერთმანეთთან. მთიულიშვილი იგივე როგორც დაიწყო, ისევე გრძელდება. წრეზე დადის მიქელაძე. მთიულიშვილი დგას ცენტრში და ცდილობს ზუსტი დარტყმის მიყენებას. მიქელაძე ცდილობს არ შევიდეს თვითონ და კონტრდარტყმაზე დაიჭიროს მთიულიშვილი, თუმცა აი ახლა უკვე ეს ხო დარტყმა იყო, მე მგონა ფეხი აუცურდა. პირველი სერიოზული დარტყმა და ნოკდაუნი მიქელაძეს. თვითონ თუ არ მოინდომა და არ შევიდა ორთაბრძოლაში, მიქელაძე ასე ნამდვილად გაუჭირდება. რაც შეეხება მთიულიშვილს, მასაც მეტი აქტიურობა მართებს, თუმცა
საფრთხეს ვერ ხედავს, ასე ვთქვათ და ინტენსიურად მიდის წინ. ახლო ბრძოლაში არ შედის მიქელაძე. გასაგებია, რომ თიულიშვილს უფრო გრძელი ხელი აქვს ამ შემთხვევაში, უფრო მაღალიც არის, ასე რომ მიქელაძეს თუ აქვს აუცილებლად უნდა შევიდეს ახლო ბრძოლაში. ბრძოლისკენ მოუწოდებს რეფერი. აი კიდევ აი თიულიშვილმა მოიპოვა უკვე უპირატესობა და დასრულდა რაუნდი. როგორც უკვე აღვნიშნე, მიქელაძე უფრო ტანდაბალია. რაც შეეხება თიულიშვილს, მაღალია, შორიდან შეუძლია მას იასპარეზოს და მიაღწიოს მიზანსაც და ნახეთ ჩვენის ნოკდაუნის, სწორედ აი ეს შორიდან დარტყმით, მან ნოკდაუნს ჩააგდო მეტოქე. რაც შეეხება მიქელაძეს, მან უნდა მოინდომოს და ახლო შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდება ძალიან მას აქტიურად რაიმე ისეთი დარტყმა არც მიუყენებია მეტოქისთვის. რაღაც დაბნეული გამოიყურება თითქოს მიქელაძე. პირველი ბრძოლის მღელვარება აშკარაა. უნდა მოიკრიფოს ახლა ყურადღება. და რა ხდება? როგორც ჩანს, კუთხე მიიღო გადაწყვეტილება და ბრძოლას აღარ აგრძელებს მიქელაძე. სამწუხაროა კუთხის გადაწყვეტილებით მიქელაძე ბრძოლა აღარ გააგრძელა, არ ვიცი, ხო, მანამდე რაღაც დაბნეულად გამოიყურებოდა, თითქოს გასვლაც უნდა და რინგიდან, არ ვიცი, შეიძლება რაიმე ტრავმაც აქვს მიღებული. ყოველ შემთხვევაში ეს ბრძოლა აღარ გაგრძელდება და ამუკამ თიულიშვილი ჩაიწერს მორიგ გამარჯვებას აქტივში. რაც შეეხება მიქელაძეს, გამოცდილება მიიღო, რინგის ატმოსფერო შეიგრძნო, თუ სურს მეტის მიღწევა, მეტი ვარჯიში მოუწევს და დარწმუნებული ვარ, ექნება კიდევ შანსი თუ მოინდომებს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისა. შესაძლოა იმ ნოკდაუნის დროს ტრავმაც მიიღო მიქელაძემ, ყოველ შემთხვევაში აქტიურად ორთა ბრძოლა ისეთი, როგორცაც გულშემატკივარი ინატრებდა, ვერ შედგა. რაც შეეხება მამუკამ თიულიშვილს, ვულოცავ ამ გამარჯვებას, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან კარგი სპორტსმენია, შესანიშნავი პიროვნებაა. ქარელის საკმაოდ საინტერესო საბრძოლო ხელოვნების კლუბს წარმოადგენს. კარგი მოკრევები მოდიან ამ კლუბიდან და მინდა